არ არის შედეგი, რასაც ჩვენ ველოდებოდით და რაც გვინდოდა, მაგრამ მე მგონი პირველი ტაიმიდან როცა დავიწყეთ თამაში, შევეცადეთ რომ შევექმნა მომენტები, გქონდა მომენტები გასატანი, ასევე მეორე ტაიმში, მაგრამ შევეცდებით რომ ის ანგარიში რომელიც დღეს დაფიქსირდა, შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ და გავიმარჯვოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე კაშოსთვის და შევეცადეთ რომ ყველაფერი დაგვიდო მოედანზე რომ კაშო გაგვეხარებინა. დღეს არ გამოვიდა, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო მას ყველაფერთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა და პირადად ჩემთვის, როდესაც პირველ ნაკრებში მოვედი. მადლობა მას, მადლობა მის მენტალიტეტს, რომლითაც ნაკრები ჯერჯერობით ფეხზე დგას და დარწმუნებული ვარ, მის გზას ბევრი გაყვება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ცვლილება სიძნელესთანაა. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აიძულებს, რომ განვითარდე, გავხდე უკეთესი ადამიანი, უკეთესი ფეხბურთელი, იყო სირთულეები, იყო ტრავმა, იყო მომენტები, როდესაც შენ თავის ისი არ გჯერა, როგორც საჭირო არის, მაგრამ ეს ყველაფერი გეხმარება, რომ გახდე უკეთესი ადამიანი, უკეთესი ფეხბურთელი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, რომელიც გამოვიარე, დამეხმარება, რომ გავხდე უკეთესი ფეხბურთელი სპორტინგისთვის ან საქართველოს ნაკრებისთვის.